შემდეგ არის ესეთი ზეთი მანოლის, რომელიც არის საკმაოდ კი არა და მაღალხარისხიანი ზეთი, არის სპეციალურად კონკრეტულად ამ ორტაქტიანი და არა მარტო ამ ორტაქტიანი, ზოგადად ორტაქტიანი გარე წყლის ძრავებზე ახატია კიდევაც ზეთ და აქვს დაშვება. Ai ეს დაშვებები უნდა ეწეროს. TC-V3 მაინც უნდა ეწეროს, თუ სხვა დანარჩენი არ ეწერება. ეს არის მანოლის ზეთი, რომელიც ღირს თორცები 23 თუ 25 ლარი და არის ყველანაირი დაშვებით ამ ძრავისთვის შექმნილი. არის კიდევ სხვა უფრო შედარებით იაფასიანი ორტაქტიანი ზეთები, მაგალითად ერთი ჩემი მეგობარი ხმარობს ყობა მათთაიშვილი უკვე 10 წლეულია, არანაირი ამნაირი დაშვება არ აქვს, ამერიკულია, ორტაქტიანია, მაგრამ თავის ძრავები არის იდეალურ მდგომარეობაში. იმას სურათის სახით დაურთავ იმზეც აქ და შედარებით უფრო იაფად ყიდულობს ხოლმე ალბათ 20 ლარის ფარგლებში რა. ბატონო ჩემო, ხო და მოკლედ ამისი იმასაც ვიტყვი, რა ქვია, ესეც 45 თუ 50 ლარი ღირს, ან არც მეტი და არც ნაკლები. ესე ღირს, ესეც Yamaha-ს იმაში იყიდება მაღაზიაში და ეს მანოლი ვარკეთილში რო საწყობი აქვს მანოლს, მეოთხე მიკროს მეორე რიგში, აი იქ იყიდება საწყობიდან და რა ვიცი, იდეალური ზეთია. ჩვენ დღეს გამოვიყენებთ იამალუბეს, გვაქვს გაზავებული და გვაქვს შევსებული აუზი მთლიანად, რაღაცა სათევზაო ინვენტარიც შეგვაქვს, რომ 10 საათიანი ასე რომ ვთქვათ, მოჯენის პროცესი უნდა გავატაროთ ჩვენ ძრავს და ეხლა 10 საათს ვერ გადავიღებთ აქედან გამომდინარე. მოკლედ პერიოდულად გეტყვით, როგორი ეტაპები აქვს, ესე მოკლე-მოკლე ვიდეოებით, რომ არ გადაგტვირთოთ და არ გადაგძაბოთ.